გუგა ბოლო დღეებში უპრეცედენტო ამბავის მომსწრეები გავხდით, ხო? როდესაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად სტუდენტებმა ძალიან სწრაფად მოახერხეს ორგანიზება და მოახერხეს საოცარი შედეგის დადება. სამხელო სოლიდარობისთვის არის მზად რეალურად ჩვენი საზოგადოება მაშინ, როდესაც ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ ამ ფულს ესე ვერ განკარგავენ, იმიტომ რომ ხალხის ფულია და ხალხის ნება თითქოს ეს არ იყო. სიმპტომატიურია ის, რომ მუდმივად საზოგადოებას უწევს გარკვეული ორგანიზება. რაც დაიცავი ილიანის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ქნეს არის ალბათ გადაჭრების გარეშე მართლაც სამოქალაქო გმირობის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მართლა წარმოუდგენელი და პოზიტიური მაგალითი ერთობისა, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სოციალურად სამართლიან და სოციალური კეთილდღეობის იდეაზე დამყარებულ სახელმწიფოზე, ეს არ უნდა იყოს რაღაცა აი ამ განსაკუთრებული გმირობის და ძალისხმევის საჭიროება არ უნდა იდგეს როგორც ასეთი. ჩვენ გვჭირდება ისეთი სახელმწიფო, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი და ადამიანების მხარდაჭერა და ადამიანებზე ზრუნვა იქნება წესი და ბუნებრივი მოცემულობა. ჩვენი მოძრაობის მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ასეთი სახელმწიფოს შექმნა და სოციალ-დემოკრატია სწორედ ასე გვესმის და ამას გულისხმობს, ხო?